მოგესალმებით, მე პირველად ვარ, შესაბამისად ფორმატი არ ვიცი, ალბათ პირდაპირ შეკითხვებით იწყება და დავიწყოთ. კი ბატონო. მადლობთ მობრძანებისთვის, კარგად მფიქრია. პირველი კითხვა, რომელიც მინდა დაგისვათ, ეხება ირაკლი ალასანიას განცხადებას, რომელიც მემარჯვენეების მისამართით გააკეთა და თქვენს პარტიას უწოდა ნაციონალური მოძრაობის დანამატი. აქედან გამომდინარე, მინდა კითხოთ, თქვენი შეფასება გვაინტერესებს პირველ რიგში მის ამ რეპლიკა განცხადებასთან დაკავშირებით და როგორ ფიქრობთ, მაშინ როდესაც ირაკლი ალასანია გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში თქვენს პარტიასთან ერთად, თუ ქონდა მაშინ ალასანიას მსგავსი ეჭვები მემარჯვენეებთან მიმართებაში? ბოლოს რა შეკითხვაც დასვით, თქვენ ალბათ ისცემს ყველაფერზე პასუხს. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის განმავლობაში არსებულ ურთიერთობებში, გაერთიანებებში, ერთობებში ბევრი პრობლემა გაჩენილა, მათ შორის სუბიექტური, ბევრი, ალბათ ობიექტურიც, ჩვენ არასოდეს არ გვახასიათებდა და დღესაც უარს ვამბობთ იმაზე, რომ ჩვენს ყოფილ პარტნიორებზე დავიწყოთ შემდგომში ლაპარაკი. მიუხედავად იმისა, რომ ალიანსი თავის დროზე დაიშალა ისე, რომ მემარჯვენეებმა და სხვადასხვა შორის რესპუბლიკელებმაც ეს გავიგეთ ყველაზე გვიან, მაშინ როცა ყველა მიცოდა, ჩვენ ამ ტიპის განცხადებები მაშინაც კი არ გავიკეთებია. ასე რომ ვთვლით, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობა ბევრად უფრო მნიშვნელოვან რამეებზე ეგება და პოლიტიკა არ არის ძალიან თავისუფალი. ყოველ შემთხვევაში არ უნდა იყოს ამ ტიპის პასუხისმგებლობებისაგან თავისუფალი. ჩვენ ყოველთვის გრძნობთ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშეც, იმიტომ რომ გუშინ წინ ჩვენ ამ ადამიანებთან ერთად ვიყავით. ამიტომ ყოველთვის თავს ვიკავებთ მსგავსი განცხადებებისაგან. ყველამ თვითონ გადაწყვიტოს როგორ იქცევა, იმიტომ რომ ასე იქნება პოლიტიკური ბიოგრაფიები ადამიანებისა და მე არ მგონია რომ ასე შექმნილი ბიოგრაფია კარგია. თავდან ფიქრი, ალასანია არ არის ერთადერთი, რომელმაც მსგავსი განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილის დაწუნებულთა სიაში, ასე ვთქვათ, ახალი მემარჯვენეები სწორედ ამ ერთ-ერთი ამ მიზეზის გამო მოხვდნენ. როგორ ფიქრობთ, რატომ კეთდება ბოლო პერიოდში მემარჯვენეების მისამართით განცხადება, უკავშირდება თუ არა ეს თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საარჩევნო ჯგუფში ხელმოწერის იმ დოკუმენტზე ხელმოწერას, რომელსაც რამდენიმე წუთი წინ გაფორდა? კი ბატონო. კობა დავითაშვილს რაც შეეხება, მით უმეტეს კობა დავითაშვილთან დაკავშირებით არ ვაპირებ არანაირ კომენტარის კეთებას, იმიტომ რომ კობას კომენტარებს თუ შევხედავთ, როცა არ არის ჩვენთან ის ლანძღავს მემარჯვენეებს, როცა არის ჩვენთან ის ძალიან აქებს ხოლმე მემარჯვენეებს. ასე რომ ის არის აბსოლუტურად სუბიექტური ადამიანი და მე ვფიქრობ მდარეა კულტურისა და პოლიტიკური ეთიკისა და კიდევ ვიტყოდი ადამიანური ურთიერთობების თვალსაზრისით ის განცხადებები, რომელსაც ის აკეთებს. ჩვენ არ ვაპირებთ სიმდარეზე სიმდარით უპასუხოთ. რაც შეეხება რატო გაჩნდა ასეთი დამოკიდებულება, ალბათ რაღაცით ეს უკავშირდება იმ პროცესს, რომელსაც საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით და იმ ასე ვთქვათ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით გაჩნდა საზოგადოებაში, მაგრამ ერთი რამე შემიძლია თამამად გითხრათ. ყველა იმ ადამიანმა, მე ვგულისხმობ პოლიტიკურ პარტნიორებს ამ შემთხვევაში, ზუსტად და ძალიან ცხადად იცოდა ჩვენგან რა იყო ჩვენი მიზანი, რა იყო ჩვენი ამოცანა და თქვენ ჟურნალისტები ხართ და ალბათ იმ განცხადებებს თუ გაადევნებთ თვალს, რა განცხადებებიც მაშინ კეთდებოდა და რა განცხადებებიც შემდგომ გაკეთდა, ჩვენ აბსოლუტურად ის პოზიცია გქონდა ამ რამოდენიმე თვის წინ, რომელი პოზიციის აქტიური დამცველებიც გახდნენ მაშინ ჩვენი პარტნიორები. ანუ ჩვენ მაშინ თქვით, რომ არ ვაპირებდით ბლოკში შესვლას არავისთან და შესაბამისად, როდესაც გაჩნდა უკვე სურვილი იმისა, რომ იმ რვიანის ბაზაზე ბლოკისკენ წასულიყო ყველაფერი, ჩვენ თქვით, რომ ჩვენ არ გვჯერა იმისი, რომ აქედან გამოვა საარჩევნო ბლოკი. აქედან გამომდინარე, არც არავის ილუზიას უჩენთ, არ ვაპირებთ ცრუმოლოდინების გაჩენას და ვთქვით, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა. ის რომ ჩვენ გქონდა ჩვენი გზა ერთი წელს ადრეც, ანუ გასული წლის შემოდგომიდან იცოდნენ ჩვენმა პარტნიორებმა ეს და არაფერი მოულოდნელი მათთვის, ყოველ შემთხვევაში ჩვენ არაფერი ზურგს უკან არ გაგვიკეთებია. ის რომ მათ აირჩიეს თავდასხმის სტილი, ეს იყო მათი არჩევანი. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამ შემთხვევაში
ამ ტიპის გამოცდილებასაც ვიღებთ, ვისთან ღირს ხოლმე ასე მჭიდრო ურთიერთობა და ვისთან არ ღირს, იმიტომ რომ არ შეიძლება ესოდენ სუბიექტური იყოს დამოკიდებულებები ერთად ყოფნისა და ერთად არ ყოფნის შემდგომ. იქედან რომ ბლოკი არ გამოვიდა, ჩვენ ნახეთ, ხო? იქ გვეუბნებოდნენ რომ მემარჯვენეებს არ უნდათ აქციებში მონაწილეობა, მემარჯვენეები ხელფეხს გვიბორკავენ, მემარჯვენეებმა არ მოგცეს თავისუფლება. მე მგონი იმის მერე არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა და მერე უკვე ჩვენს გარეშე ერთმანეთს წაუყენეს ის ბრალდებები, რაზედაც ჩვენ ვლაპარაკობდით. აქედან გამომდინარე, მე არ ვაპირებ ძალიან ბევრ საუბარს ამასთან მიმართებაში. ჩვენ ისივ თქვით რომ თუ ისინი ერთ ბლოკად ჩამოყალიბდებოდნენ, ჩვენ წარმატებას უსურვებდით მათ, მაგრამ ეს არ მოხდა. ასე რომ ეს დამოკიდებულებები არის ძალიან სუბიექტური, რაც შეეხება ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებაში. ჩვენ თვლით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. რა თქმა უნდა, ბევრი ხიფათით ახსავს პროცესი, მათ შორის თუნდაც ის, რომ შეუთანხმებლად გაჩნდა გარკვეული, ასე ვთქვათ, ჩანაწერები ხელისუფლების მხრიდან, იგივე ვიდეო თვალთან დაკავშირებით, იგივე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, ამაზე ჩვენ გვაქვს მწვავე რეაქცია და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, სწორედ დღეს არის ვენეციის კომისია ჩამოსული და თუ არ ვცდები, შეიძლება ხა ჩვენი შეხვედრის პარალელურად ეს შეხვედრაც მიმდინარეობდეს, სადაც დიდი იმედი გვაქვს, რომ ვენეციის კომისიასაც ექნება ანალოგიური დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებაც ჩვენ გაგვაჩნია. ყოველ შემთხვევისთვის ჩვენ გვაქვს ესეთი პოზიცია, რომ რაც შეთანხმებული იყო, იმის დაცვას ჩვენ მოვითხოვთ ბოლომდე ხელისუფლებასთან, რაც შეეხება შეუთანხმებელ, ასე ვთქვათ, პოსტულატებს, ჩვენ ამას ვერ დავარქმევთ ვერანაირად ერთობლივ პროდუქტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებული საკითხებისა. აქედან გამომდინარე, საბრძოლო არის ბევრი მართლაც ისევ დარჩენილი, მაგრამ ეს არის ის პროცესი, რომელიც გარკვეულწილად ემსახურება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და თუ ყველანი ვთანხმდებით, ძველი მოთამაშეებიც და ახალი მოთამაშეებიც, რომ ყველანი ვირჩევთ საარჩევნო გზას, მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა და უპირველეს ყოვლისა ჩვენი ამორჩევლის დარწმუნება იმაში, რომ არჩევნებს ამ ქვეყანაში აზრი აქვს. Გავფიქრეთ, თქვენ ადრე თქვენმა პარტიამ გააკეთა განცხადება, რომ ის მარტო მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და არავისთან ბლოკში არ იქნება წარმოდგენილი. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკაში რამდენად შეიძლება შეცვალოს ახლების გეგმები იქიდან გამომდინარე, რომ რამდენად იზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილი შეიძლება ჩამოყალიბდეს მეორე ალტერნატიულ ცენტრად, ესე რომ ვთქვათ, პოლიტიკაში და არ იყოს მესამე, არ დარჩეს ადგილი მესამე ან მით უმეტეს მეოთხე ძალებისთვის. კეთი, მე მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, რაც პოლიტიკაში ვარ და უკვე კარგა ხანი დამიგროვდა პოლიტიკაში ყოფნისა, ჩემი სტუდენტური პერიოდიდან მომდინარე, სულ ეს პრობლემა დგას ქართულ რეალობაში და მე ყოველთვის მიწევს და ვცდილობ ამ მიმართულების დაცვას, რომ არ არსებობდეს პოლარიზებული ცენტრები საქართველოში და არსებობდეს რეალური მრავალპარტიული მიმართულებები. მე ვფიქრობ, ქართული დემოკრატიის ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ეს არის, ეს ციკლური პოლარიზებები, რომლებიც მერე დიდი უმრავლესობებით მთავრდება ქართულ სინამდვილეში. და ასე იყო მოყოლებული ეროვნულ მოძრაობაშიც ასე მოხდა, მაგრამ იმას თავი დავანებოთ, იმიტომ რომ ის მაინც იყო ეროვნული მოძრაობა, იყო საბჭოეთის პირობებში და სხვა რეალობა და მოცემულობები იყო, მაგრამ უკვე უახლეს საქართველოში, მაშინ როდესაც საქართველომ დაიწყო თავისი კონსტიტუციით და თავისი კანონებით ცხოვრება, დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება, იქედან მოყოლებული ჩვენ სულ ვართ ამ მდგომარეობაში, რომ არის მონსტრი მმართველი უმრავლესობა, არჩევა ადგილი არავისთვის პოლიტიკური ცხოვრებისათვის და მე ეს მონსტრული მდგომარეობა მთავრდება ახალი მონსტრის გაჩენითა და ძველი მონსტრის დამარცხებით, მაგრამ ახალი მონსტრი არაფრით უკეთესი ძველ მონსტრზე არ არის ხოლმე, იმიტომ რომ ეს ასია, ბუნების კანონია. მე ვერავინ ვერ დამაარწმუნებს იმაში, რომ
ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი რომ მოვიდეს და მან თქვას რომ მე მინდა უმრავლესობით, აბსოლუტური უმრავლესობით ვიყო ხელისუფლებაში და ვიქნები ფრთიანი ანგელოზი, ასე არ ხდება, იმიტომ რომ პოლიტიკური ცხოვრება, რეალური დემოკრატია დამყარებულია არა ფრთიანი ანგელოზების არსებობაზე პოლიტიკაში, არამედ პოლიტიკური ბალანსის არსებობაზე და სადაც არ არის პოლიტიკური ბალანსი, იქ მერწმუნეთ რომ ჩნდება ავტორიტარიზმის ნიშნები. მე ხშირად ვამბობ და ჩემთვის ყველაზე ნათელი ფორმულა ეს არის როგორ ჩნდება უმრავლესობით მიღებული ძალაუფლებით ტკბობა და მერე უკვე ავტორიტარიზმის ნიშნების გაჩენა. სააკაშვილი, რომელიც იყო ძალიან საჯარო ფიგურა, ხო? ის ლამის ოჯახებში გვივარდებოდა და დღეს ტელევიზორიდან გვივარდება მუდმივად ოჯახებში. მაშინ მას ერქვა სასამართლოს რეფორმის მამა, როდესაც ის იყო თან ხელისუფლებაში, თან ოპოზიციაში, ხო? ასე ვთქვათ, ასეთ მდგომარეობაში იყო მოქალაქეთა კავშირში, მაგრამ არავინ არ დააობდა, რომ მას ეს თიკუნი ჰქონდა, სასამართლოს რეფორმის მამა. მაგრამ მოვიდა სააკაშვილი ხელისუფლებაში და ის გადაიქცა სასამართლოს მესაფლავედ. ანუ ერთია ადამიანის დეკლარირებული ღირებულებები, ერთია ადამიანის დეკლარირებული, ასე ვთქვათ, მოწოდებები, კომუნიკაციის ფორმები საზოგადოებასთან და მეორეა ის რეალურად როგორ იქცევა, როდესაც მოდის ხელისუფლებაში. ასე რომ მე სააკაშვილი იქნებოდა თუ დღეს ივანიშვილი იქნება, რომელსაც ექნება პრეტენზია, რომ მე უნდა ვიყო ხელისუფლებაში აბსოლუტური უმრავლესობით, ჩემთვის იქნება მიუღებელი და ყოველთვის წინააღმდეგობას გაუწევ იმას. არაფრით არ მესმის, არ მომწონს, როდესაც არის ლაპარაკი იმაზე, რომ უნდა იყოს აბსოლუტურად ორი პოლუსი. ასე თამაშობდნენ მოქალაქეთა კავშირი და აღორძინება, როცა იყო ორი პოლუსი და ისინი ინაწილებდნენ პოლიტიკურ ცხოვრებას. მე არ ვიცი ხა ვინმეს ეს ჩანაფიქრი აქვს თუ არა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და ივანიშვილმა ასე უნდა ითამაშონ და გადაინაწილონ პოლიტიკური ცხოვრება, მაგრამ ჩვენ რაც შეგვეძლება ახალ მემარჯვენეებს ყოველთვის დავიცავთ მესამეს რომ არ გაიკრიფოს. მონსტრების შესახებ არ არის კითხვის ნიშნები. უბრალოდ საინტერესოა რამდენად სხვა პარტიები, მაგალითად ქრისტიან-დემოკრატები თქვენ, სხვა პარტიებს აქვთ ეყოფათ ძალა, რომ გაუწიონ წინააღმდეგობა, კონკურენცია, ესე რომ ვთქვათ, საარჩევნო რინგზე ამ ადამიანებს და ბარე მეორე კითხვასაც კითხავთ. ჩემთვის ძალიან ბევრი რაღაცა იყო გაუგებარი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელიც გამოქვეყნდა და მათ შორის მიიქცა ერთ-ერთმა ყურადღება, რომ ჟურნალისტის კითხვაზე აი ამ დიდ საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომელთაც თქვენ აპირებთ მოსვლას, რა დააბალანსებსო, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ის თავად დააფინანსებს, დააბალანსებს საკუთარ თავს. თუ შეიძლება ამაზე კომენტარი თქვენ როგორ გესმით ეს მისი ფრაზა? ცოტა ძნელია ამ ფრაზის კომენტირება, იმიტომ რომ მე ვფიქრობ თლად სერიოზულ ნააზრევს ეს არ უნდა წარმოადგენდეს, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა წერილიდან წერილამდე ბევრჯერ შეცვალა პოზიცია და მე ვფიქრობ, რომ ეს ალბათ მისი პოლიტიკური გამოუცდელობის ბრალია, ამას არ ვამბობ ნიშნის მოგებით, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ბევრი სხვა ძალიან მდიდარი გამოცდილება, მაგრამ წმინდა პოლიტიკური გამოცდილება არის კიდევ სხვა ტიპის გამოცდილება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას თუ კი ის მართლაც გრძელვადიან მოთამაშედ აპირებს, რომ ჩამოყალიბდეს, კიდევ ბევრჯერ მოუწევს თავისი მოსაზრებების გასალაშინება, იმიტომ რომ დაახლოებით ამდაგვარი რა, მე არ ვიცი, ხა შეიძლება მას როცა ხელისუფლებასთან ძალიან ახლოს იყო, მოსმენილი ქონდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისგან, იმიტომ რომ 2004-2005 წლებში თქვენ გაიგონებდით, რომ დანარჩენი ოპოზიცია უნდა მოისრას, ამას ხან ლევან რამიშვილის პროექტს არქმევდნენ, ხან თავისუფლების ინსტიტუტის ზოგადად და რომ ნაციონალური მოძრაობის წიაღში უნდა წარმოიშვას თვითონ ახალი ოპოზიცია. ეხლა მთლად იმას არ ამბობდნენ, რომ სააკაშვილი უნდა წასულიყო თავის მთავრობის ოპოზიციაში, ეს გამდიდრებული პასაჟია ამ შემთხვევაში, მაგრამ ის სურვილი, რომ მთელი პოლიტიკური სივრცე დაიკავოს ერთმა პოლიტიკურმა მიმართულებამ და ხელისუფლებაც ის იყოს, ოპოზიციაც ის იყოს, მე ეტყობა მედიაშიც ალბათ გარკვეული წასვლები იქნება საჭირო არასამთავრობო სექტორში, მე ვფიქრობ ასე წარმოუდგენელია, იმიტომ რომ არ არის ეს ბუნებრივი და ლოგიკური გზა.
შეიძლება სურვილები ამდაგვარი არსებობს, მაგრამ ბუნებრივ ლოგიკას და ბუნებრივი განვითარების ლოგიკას ასე წინ ვერავინ ვერ აღუდგება. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენთვის და ჩვენნაირი პოლიტიკური ძალებისთვის სიტუაცია რთულდება ასეთ შემთხვევაში, ამაში გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ამ ფარხმალის დაყრას და გამოცხადებას, რომ მოდი თქვენ მონსტრებო ერთმანეთს დაეტაკეთ და ჩვენ სადღაც გვერდზე დავდგებით და ან ერთს დაუჭერთ მხარს, ან მეორეს. და ერთი რამ მინდა კიდევ ვთქვა, რომ მე რომ არ ვიყო პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ბევრად უფრო მძაფრ და მწვავე განცხადებებს და შეფასებებს გავაკეთებდი იმასთან დაკავშირებით, რაც თქვათ იგივე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ითქვა ამ ხნის განმავლობაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრია ამ მხრივ გასაკრიტიკებელი და ვისურვებდი, რომ ქართულ საზოგადოებაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც და მედიის ყურადღების ცენტრშიც მოხვდნენ ის ადამიანები, ვისაც აქვთ განსხვავებული აზრი და განსხვავებული დამოკიდებულება. წარმოუდგენელია, რომ არ არსებობდეს ასეთი დამოკიდებულებები და უკრიტიკო დამოკიდებულება ღუპავს ყველას ამ ქვეყანაში და მე ვფიქრობ, ეს ადამიანი ისედაც რაღაც ოლიმპოზე გრძნობს თავს და ეხა არ არის მთელი საზოგადოებისაგან საჭირო, რომ ყველანი ჩვენ ვიყოთ მის